შეიძლება არის სიტყვით და არის საქმით. შეიძლება არ კონდეს ადამიანს მჭერ მეტყველება, მაგრამ შეუძლია იქადაგოს საქმით, ანუ თავისი ყოფაქცევით, თავისი ზნეობით, რომ ეკლესიაში სიარული არის ძალიან კარგი და სათნო. აჰა, ადამიანი, რომელიც იწყევლებოდა, რომელიც იგინებოდა, რომელიც უზნეო ცხოვრობდა, რომელიც ლოთობდა, რომელიც ნარკოტიკებით იჟღინთავდა თავს, ხედავთ, რომ ეს ადამიანი გამოსწორებულია და მშვიდი სახე აქვს მიღებული და ნათელი სახით გვევლინება ჩვენ. ამაზე მეტი ქადაგება რა უნდა იყოს? მაგრამ თუ შესაძლებლობა გაქვს გონებრივი და უნარები გაქვს იმისი, რომ შეისწავლო საღმრთო რჯული იმისათვის, რომ სიტყვითაც შენ გახდე მახარებელი ურწმუნოებთან და ასევე დაუმტკიცო ადამიანებს, რომ ღმერთი არსებობს და ამა თუ იმ საკითხს სწორად გასცე პასუხი, როდესაც შენ წინაშე წარმოაჩენენ. ეს იქნება ძალიან დიდი მოღვაწეობა შენთვის. რადგანაც აუცილებელია ადამიანებისათვის ღვთის სიტყვის ქადაგება და გავრცელება. ჩვენ მაგალითად, როდესაც ხედავენ ეკლესიაში დავიწყეთ სიარული, ჩვენი მეგობრები, ახლობლები, ნათესავები მოდიან და კითხვებს გვისვამენ. რატომ არის ეს ასე? რატომ არის ეს ასე? და შენგან აინტერესებს პასუხი. და ზოგჯერაც პასუხიც არ აინტერესებს, არამედ უნდა რომ თავისი მდგომარეობა გაამართლოს. თავისი მდგომარეობა, რომელიც არის რჯულის მიღმა, არ ცხოვრობს ღმერთის მცნებებით, არ არის ეკლესიის წევრი. შეიძლება ითქვას, რომ პირობითად არის ეკლესიის წევრი, მონათლულია და აქედან გამომდინარე, მაგრამ არ ცხოვრობს ეკლესიურად ესეთი ადამიანი. ამიტომ უნდა გამართლება საკუთარი მოქმედებისა შენთან პაექრობით და შენ თუ მას პასუხს ვერ გასცემ, რა თქმა უნდა, უფრო გამყარდება თავის უზნეო ცხოვრების წეში და იფიქრებს, რომ რაში მჭირდება მე მაგალითად ადამიანს, რომელიც არ დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ წამს ღმერთის, კაცი არ მომიკლავს, არ მომიპარავს, ისეთი მძიმე ცოდვები არ გამიკეთებია და რატომ არ უნდა შემიწყალოს ღმერთმა? რატომ არ უნდა შემიწყალოს ღმერთმა? როდესაც არა ვარ ისეთი მემრუშე მაგალითად, არა ვარ მეძავი, მამათმავალი, ნარკომანი არა ვარ. ცხოვრობ ჩვეულებრივი ცხოვრებით, პატიოსანი ცხოვრებით და რატომ არ უნდა მაცხონოს ღმერთმა? რა უნდა გაცე, რა პასუხი უნდა გაცე ასეთ ადამიანს, როდესაც გეტყვის? არ არის საუბარი სარწმუნოებრივ საკითხებზე, რომელიც უფრო რთულია, მაგრამ რომელიც მაგალითად ზნეობითი საკითხები არსებობს და ამ კუთხით მოდის მოპაექრე ადამიანი. ძალიან მარტივად შეიძლება ჩვენ პასუხი გავცეთ მათ. ნახეთ როგორ ამბობს პავლე მოციქული, არამსმენელნი სჯულისანი გამართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი. ანუ შენ რომელიც რჯულს ისმენ ღვთის წინაშე, შენ არ გამართლდები, არამედ ვინც აღასრულებს რჯულს, ის გამართლდება. არა ყოველმან რომელმან მრქვას მე უფალო შევიდეს იგი სასუფეოსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცა თაისაი. რას ნიშნავს? ვინც ჩემს სახელს ახსენებს, მაგალითად მოპაექრე, მრწამს ღმერთის და მე ვახსენებ ღმერთის სახელს და ვამბობ, დიდება ღმერთს, პირჯვარს ვისახავ. აი ესეთ ადამიანზე ამბობს, ვინც ღმერთის სახელს ახსენებს, ის კი არ ცხონდება, არამედ ვინც აღასრულებს მამაჩემის ნებას. რა არის მამის ნება? მამის ნება განცხადებულია ძის მეშვეობით.
აგერ ახალი აღთქმის ეკლესია გვაქვს ჩვენ. მაცხოვარმა დაარსა ეკლესია. ეკლესიაში რა ხდება? არსებობს საიდუმლოებები. არსებობს სწავლება. არსებობს ცნებები, ის წესები, კანონები და ამ ყველაფერს თუ ადამიანი უგულებელ ყოფს, მაშინ როგორ გამართლება ღმერთის წინაშე, როგორ მოხდება ცათა სასუფეველში? მაცხოვარი გვეუბნება, რომ ვერ მოხდება ესეთი ადამიანი ცათა სასუფეველში. არამედ განვარდნილი იქნება ღმერთისაგან. და ცათა სასუფეველი ეს არის ღმერთთან მყოფობა. სადაც არის ღმერთი, იქ არის სამოთხე. ასე რო ვთქვათ, მარტივად. ღმერთის გარეშე არის ჯოჯოხეთი. რაღაცა ისეთი სივრცე, შუალედური სივრცე, ზოგიერთი რო ფიქრობს, რომ არც იქ იქნება, მაგრამ სადღაც იქნება იქ შუაში, ან დედამიწაზე ვიქნები. ეს არის ტყვილი. ეს არის შეიძლება ითქვას პროტესტანტული ცნობიერება ადამიანისა. ეშმაკის შთაგონება, ეშმაკის აზრია ასეთი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტება არის მართლმადიდებლობაში. და რატომ არის მართლმადიდებლობაში? ზოგი იტყვის, რატომ არ არის ისლამში, რატომ არ არის ბაპტიზმში, რატომ არ არის იოღოველებთან, ბუდიზმში და ასე შემდეგ. აი რატომ არ არის? ძალიან მარტივი მიზეზით არ არის იქ და რატომ? მართლმადიდებლობას დასაბამი საიდან აქვს? საიდან იღებს? აი რას ვკითხულობთ ჩვენ ბიბლიაში? მაგალითად, აი პირველი საუკუნიდან მოდის მართალი სარწმუნოება, მეორე საუკუნიდან ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნიდან მოდის. აი საიდან იღებს სათავეს? რა თქმა უნდა, სამყაროს შექმნიდან იღებს სათავეს სწორი სარწმუნოება, სწორი სწავლება. შეიქმნა უხილავი და ხილული სამყარო. აი ეს არის მართლმადიდებლობა უკვე. ადამი და ევა შეიქმნა. აი ეს არის სწორი სარწმუნოება უკვე. სწორი ურთიერთობა ღმერთთან. მაგრამ დაარღვიეს ის მცნება, არ მოინდომეს, ღმერთის ქვემორე მდგარიყვნენ, ღმერთს დამორჩილებოდნენ. არ მოინდომეს, მივიღეთ შედეგი, რაც მივიღეთ. მაგრამ მათ ხო მიეცათ ის სწორი სწავლება. ცივილიზაციები ხო გაიყო, კაენის და აბელის, ვინც ღმერთისაგან განდგომილი იყო, წავიდა კაენის მხარეს, კაენის ცივილიზაცია ეწოდება და ვინც იცავდა სწორ სარწმუნოებას, სწორ შეხედულებას და ღმერთთან ჰქონდა კავშირი, ის იყო უკვე აბელის შტო. ანუ სწორი სარწმუნოება, მართალი სარწმუნოება. აქედან გამომდინარე მივიღეთ მერე რჯული, ეს არის უკვე ძველი აღთქმა და მოვიდა მაცხოვარი მესია და დაარსა ახალი აღთქმის ეკლესია. და ახალი აღთქმის ეკლესიის წარმომადგენლები სწორედ ჩვენ ვიმყოფებით დღეს აქ. მაგრამ ეს მონოფიზიტობა რომელ საუკუნეში აღმოცენდა? რომელი საუკუნეა? მე-5 საუკუნე. იქ მაგალითად რასელი რომელ საუკუნეში აღმოცენდა? ცოტა მოგვიანებით მე-19 თუ მე-18 საუკუნეა დაახლოებით. ბაპტიზმი როდის აღმოცენდა? ისლამი როდის აღმოცენდა? 622 წელია, როდესაც დაიწყო მუჰამედმა გავრცელება აი ამ თავისი შეხედულებებისა. და სად არის ამდენი სარწმუნოება არის სხვადასხვა და ყველას უნდა ერთ ღმერთამდე მისვლა. აი როგორ შეიძლება ურთიერთ საპირისპირო სარწმუნოებით მიხვიდე ერთ ღმერთამდე? როდესაც ეს სარწმუნოება ერთმანეთს გმობს, ერთმანეთს უარყოფს. ისლამი ამბობს, რომ ქრისტე არ არის ღმერთი და არის უბრალოდ ადამიანი, წინასწარმეტყველია. ანუ, როდესაც უარყოფ ქრისტეს ღმერთობას, ეს არის უკვე გმობა.